ქვეყანა, რომელიც წლოვანებით დედამიწაზე დიდია. ქვეყანა, რომელიც ისტორიით გადაღლილია. ქვეყანა, რომელიც გმირებისკაა. ქვეყანა, რომელმაც გაუძლო თავის დროზე ყველა იმპერიას. ქვეყანა, რომელიც მუდამ ფეხზე იდგა და სულ მუდამ ფეხზე იქნება, სანამ ქართველობა არ დაგვავიწყდება და არ გადავჯიშდებით. პირველ რიგში მე ამაყება, რომ ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაში ვცხოვრობ. ქვეყანაში, სადაც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით ხელში პირველად ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია და სვიმონ კანანელებმა. შემდგომში კი წმინდა ნინო. ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ქართლში ჯერ კიდევ 326 წელს გამოცხადა. მე ამაყება, რომ გავჩდი ქვეყანაში, სადაც ქრისტეს კვართი მარხია. მე ამაყება, რომ გავჩდი ქვეყანაში, სადაც მეფობდნენ ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, თამარი, ვახტანგ გორგასალი, ერეკლე მეორე, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე. მე ამაყება, რომ რუსთაველისა და ფიროსმანის სამშობლოში გავჩნდი. მე ამაყება, რომ გავჩნდი იქ, სადაც დააბიჯდა დიდი ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, კონსტანტინე გამსახურდია, გალაქტიონი და უამრავი სხვა. მე ამაყება, რომ ვარ სულით ხორცამდე ქართველი. მე ამაყება, რომ გვაქვს დახვეწილი ენა და გრამატიკა, დახვეწილი კულტურა. ჩვენი კულტურა ხომ ჯერ კიდევ კოლხეთიდან დიაოხიდან დაიწყო. საქართველო უკვე ჩამოყალიბებული სახელმწიფო იყო, როდესაც რუსები ჯერ კიდევ ტყეში დარბოდნენ. მე ამაყება, რომ აქ დააბიჯდა ექვთიმე თაყაიშვილი, უდიდესი გმირი, რომელმაც იხსნა ქართული განძი და კულტურა. მე ამაყება სვეტი ცხოველი, ჯვარი, საფარა, ოშკი, რომელიც ასე მიიტაცეს, სადაცაა თავზე დაგვენგრევა. მე ამაყება, რომ ასეთი ლამაზი სამშობლო მაქვს. არასოდეს მიოცნებია სხვაგან დაბადებაზე. მე რა ჩვენებური ხალხი ვარ, თბილი და გამორჩეული. მე ამაყება, რომ ვარ ქართველი. მე ამაყება, რომ დავიბადე საქართველოში და ბოლოს მე ამაყება საქართველო.